მოგესალმებით, ეს არის მესამე ვიდეო გაკვეთილი და დღეს ჩვენ გავეცნობით int ტიპის სვლაც, ასევე მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის ოპერატორებს. გავხსნათ ჩვენი Visual Studio. File, new project და აქ ვირჩევთ empty project. სახელს უცვლით სურვილისა. Source files and margin ახილაკის მეშვეობით ავირჩევთ new items და C++ files. ჩვენ უკვე მზად ვართ კოდის საწერად. პირველი გამოვიძახოთ IOStream. შემდეგ გამოვიძახოთ Conio H. შემდეგ შევქმნათ დეკლარატიული array using namespaces გამოყენებით. და გავხსნათ თავარი ფუნქცია. გავხსნათ ფიგურული მჭრელი და აქ მოქმედებთ. გამოვაცხადოთ int ტიპის სვლადი. შემოვიტანოთ ორი a და b არგუმენტი. ისინი ერთმანეთსთან გამოვყოთ მძიმით და სტრიქონის ბოლოს როგორც ყოველთვის დავწეროთ წერტილ მძიმე. მივანიჭოთ მათ რაიმე მნიშვნელობები. მაგალითად 100 მივანიჭოთ 10, მძიმე, b-ს მივანიჭოთ 2. წერტილ მძიმე. ჩვენ გვინდა რომ გამოვიტანოთ ამ რიცხვების ჯამი, სხვაობა, ნამრავლი და განაყოფი. ამისათვის გამოვიყენოთ cout ოპერატორი. cout ზედა ორი წერტილი და აქ ტექსტურად ჩავწეროთ ჯამი უდრის. დავხუროთ კიდევ ორი ნაკლებობა და ჯამი შესრულება 100 თუ მივუმატებთ b-ს. 100 მივუმატოთ b. წერტილ მძიმე. მაგრამ იმისათვის რომ თვალით ადვილად გარჩევადი იყოს ჯამის სხვაობა, ნამრავლი და განაყოფი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალ სტრიქონზე გადატანის ოპერატორი, ანუ endline. ამისათვის კიდევ დავწეროთ ორი ნაკლებობა და end წერტილ მძიმე. შემდეგ გამოვიტანოთ სხვაობა, cout სხვაობა უდრის. ორი ნაკლებობა, სხვაობა იქნება 100 თუ გამოვაკლებთ b-ს. ორი ნაკლებობა და კიდევ გადავიტანოთ ახალ სტრიქონზე. შემდეგ ნამრავლი უდრის. გამომრავლოთ b-ზე. ორი ნაკლებობა end cout განაყოფი უდრის. გაყოფილი b-ზე. ორი ნაკლებობა end. ბოლოს ეკრანზე გასაჩერებლად დავწეროთ get და როგორც ყველა ფუნქცია დავასრულოთ return 0-ით. წერტილ მძიმე. შევიდეთ build-ში build solution. შეცდომები არ მოაქვს, წარმატებით დაკომპილირდა. debug start debugging. გამოიტანა ეკრანზე. 10-სა და 2-ის ჯამი არის 12, 10-სა და 2-ის სხვაობა არის 8, მათი ნამრავლი არის 20, ხოლო განაყოფი არის 5. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მესამე ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულდა.